ორი დღეა ვფიქრობ, თუ როგორ დავიწყო ეს საუბარი და მგონია კითხვა, რომლის დასმაც ყველაზე მეტად მახარებს, არის ეს. რას ნიშნავს იყო ილია თუ ფურია დღეს? სიმართლე გითხრა, თავს დალოცულად ვგრძნობ. მადლიერი ვარ იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ახლა ვარ და იმ გამოცდილებისთვის, რის მიღების შესაძლებლობაც მეძლევა. შეიძლება მეკითხებიან, წარმოგედგინა რომ ასე იქნებოდა? სიმართლე ისაა რომ კი, წარმომედგინა, მაგრამ არა ასე სიღრმისეულად. არ მეგონა თუ შემეძლებოდა ამ ყველაფრის ასე დეტალურად განცდა და ცხოვრება. ჯერა რომ ცხოვრებაში ხანახან გვაქვს წინასწარ დაწერილი სცენარები, მაგრამ შემდეგ ჩნდება განშტუებები, რომლებსაც მოაქვთ სურპრიზის ფაქტორი. სწორედ ეს მომენტებია ყველაზე გასართობი და სასიამოვნო საცხოვრებლად. ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გამოვიარე. გამოვიარე შტორმიც, დიდებაც, წარმატებაც, აღმასვლების და დაღმასვლებით, მაგრამ მადლობელი ვარ თითოეული წამის, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ამ მომენტებმა ჩამომაყალიბეს იმ პიროვნებად, რომელიც დღეს ვარ. შენ ეს დაიმსახურე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მინდა ცოტა უკან დავბრუნდეთ. მართალია რომ დაცვაშიც მუშაობდი და მაღაზიაში მოლარიდაც? როგორ ხდება ადამიანი UFC-ის ჩემპიონი ასეთი გზიდან? დიახ, ასე იყო. სინამდვილეში ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მე და ჩემი ძმა ესპანეთში ჩამოვედით. მშობლები უკვე აქ ცხოვრობდნენ. ჩვენი აქ ჩამოსვლისა და მანამდელი პერიოდის უკან დიდი ისტორია დგას. ჩვენ მოვდივართ ოჯახიდან, სადაც არასდროს გვაკლდათ სიყვარული და ჯანსაღი ოჯახური კავშირი, თუმცა ეკონომიკური რესურსები საკმაოდ მწირი გვქონდა. ამიტომ ყველაფრისთვის, რისი გაკეთება ცხოვრებაში გვიწევდა, უნდა გვემუშავა. მუშაობა ალიკანტეს პლაჟზე დავიწყეთ. შეზლონგებს დავატარებდით. მე და ჩემი ძმა ყოველთვის ვარჯიშობდით და ვასპარეზობდით, მაგრამ სხვადასხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში ტურნირებზე წასასვლელად ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდებოდა. ამიტომ გვიწევდა მუშაობა და ვარჯიში ერთდროულად. თანაც ეს უკვე თითქმის პროფესიონალურ დონეზე იყო. უმაღლესი დონის შეჯიბრებებზე გადიხარ, სადაც მაქსიმუმი უნდა დადო და პარალელურად მუშაობ. რთული იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო. ფიქრობ, ცხოვრება პერიოდულად გვიწევს გამოცდებს და სწორედ იქ ჩანს, თუ ადამიანთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნები. როგორც ყოველთვის ვამბობ, არსებობს ორი ტიპის ადამიანი, ისინი, ვინც უბრალოდ უყურებენ, როგორ ხდება რაღაცეები თავიანთ ცხოვრებაში და ისინი, ვინც თავად აიძულებენ მოვლენებს, რომ მოხდეს. მე ძალას არასდროს ვიშურებდი ამ ცოდნო და საით მივმართავდი ჩემს ცხოვრებას. ანუ ფიქრობ, რომ წარმატებისთვის, რომელსაც მიაღწიე, აუცილებელი იყო ეს ძალისხმევა, მუშაობა იქ, სადაც საჭირო იყო. ეჯგვარაშია შენს ცხოვრებაში აუცილებლად ჭირდება შტორმის მომენტები, რათა ნამდვილად შეძლო საკუთარი მაქსიმალური პოტენციალის განვითარება. რა თქმა უნდა, თუ სულ მზიან დღეებში ცხოვრობ, რეალურად არასდროს დგება ისეთი სიტუაციები შენს წინაშე, რომლებიც შენგან ნამდვილ სიმამაცეს და ვაჟკაცობას მოითხოვს. ასე დროს შენი შესაძლებლობები არ იცდება, თუ მთელი გზა ვარდებითაა მოფენილი საბოლოო ჯამში, ისთვის უნდა იბრძოლო. ამიტომ, როცა ჩემს ცხოვრებაში რამე რთული მომენტი ან შტორმი ჩნდება, ამას ყოველთვის აღვიქვავ როგორც გაკვეთილს, რაღაცას, რაც გაცილებით უკეთესს გამხდის და ყოველთვის ასეც ხდება ხოლმე. შენი შტორმები მცირე არ ყოფილა. შენ გამოიარე ომი, შენი მშობლები სამუშაოდ წავიდნენ ემიგრაციაში. შენ და შენი ძმა ალექსანდრე და ორი დაც მარტო დარჩით. ბავშვისთვის, რომელიც ხედავს, როგორ ინგრევა სამყარო ირგვლივ, როგორ უმკლავდებოდი ამ მომენტებს. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშობლები წავიდნენ, ჩვენ არასდროს გვქონია მიტოვების განცდა. პირიქით, მათ ისე დაგვაყენეს, რომ თავს იმ დიდი ოჯახური გეგმის ნაწილად ვგრძნობდით, რომელიც ჩვენთვის უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურებოდა. მათთან მუდმივი კავშირი გვქონდა, მაგრამ მართალია, როცა 8-9 წლის ხარ, შენი გმირები მშობლები არიან. ამ დროს მათი ფიზიკური არყოფნა რთულია, მით უმეტეს, როცა ეს ომს ემთხვევა. ეს ყველაზე მოწყვლადი მდგომარეობაა, რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს, რადგან ირგვლივ ტოტალური ქაოსია.
არ არის პური, არ არის წყალი, ქუჩებში უბედურება, ყველას ეშინია. ასე დროს შენი გმირების გარეშე ყოფნა ძალიან მძიმეა, მაგრამ ამავდროულად ეს ის მომენტია, რომელიც გაიძულებს ნაადრევად მომწიფდე. დარწმუნებული ვარ იმ გარემოებამ მოგცა ის სონა და ის სიმწიფე, რაც მომავალში დამეხმარა, რომ ცხოვრებისეული სირთულეებისთვის სულ სხვაგვარად შემეხედა. ეს რომ არ გამევლო, ალბათ არ მექნებოდა ის შინაგანი ძალა, რაც დღეს მაქვს. enfrentar las cosas y a vivir las cosas de una forma totalmente diferente y me dieron una madurez que a lo mejor de no haberlo vivido no lo hubiera tenido. რასაკეთებ, როცა 15-16 წლის ხარ, შედიხარ დარბაზში, მენეჯერისა და მწვრთნელის გარეშე. არ გაქვს პროფესიული მხარდაჭერა, რა გაიძულებდა რომ ბრძოლა გაგეგრძელებინა. საბოლოო ჯამში, ყოველთვის რეალისტი ვიყავი საკუთარ თავთან. ვიცოდი, რომ ვინმეს ყურადღება რომ მიმექცია, უნდა გამორჩეულიყავი. გამორჩევითთვის კი უდიდესი შრომა იყო საჭირო. დღითი დღე უნდა დამეხვეწა ჩემი უნარები და ცოდნა, რომ ვინმეს ჩემთვის შანსი მოეცა. მე და ჩემ ძმას სწორედ ეს დისციპლინა და მუდმივი განვითარების სურვილი გამოგვარჩევდა. ჩვენს გარშემო მყოფებს რომ ვკითხო, როცა პატარები ვიყავით, ყველა გეტყვით, რომ არაფრით ვიყავით განსაკუთრებული. ახლა კი ამბობენ, კი, სულ გამორჩეული იყავიო. მაგრამ მე ამას სხვაგვარად ვხედავ. 10 ბავშვიდან მე ვიყავი მე-6 ან მე-7, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა. თუმცა ზოგიერთი მხოლოდ საკუთარ ნიჭს სჯერდებოდა. იგებდნენ შეჯიბრებას და მე ძალისხმევას აღარ დებდნენ. მე კი ყოველთვის შრომობდი, რადგან ვიცოდი თუ სწორ ფოკუსს ავიღებდი ჩემი სპორტის ანბანის დასახვეწად, ყველაფერი გამოვიდოდა. ყოველთვის ვამბობ, თუ სპორტში წარმატებას გინდა მიაღწიო, მას თავისი ანბანი აქვს. თუ ფული შოვნა გინდა, იქაც ანბანია. ჯერ ანბანი უნდა ისწავლო სრულყოფილად და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს სიტყვების, შემდეგ კი მთლიანი წინადადებების შედგენას. მეც ასე ვიყავი. მთელი ფოკუსი ტექნიკის გაუმჯობესებაზე მქონდა მიმართული, სანამ არ დადგა დღე, როცა მეც გამომარჩიეს. Y lo mismo me ha sucedido en el deporte. Siempre me he enfocado en mejorar muchísimo mi técnica y hasta que llegó un día en el que ya empecé a destacar. დარწმუნებული ვარ, შენს პირველივე ბრძოლებში ჩანა რომ გამორჩეული იყავი, მაგრამ ეს თავმდაბლობა კიდევ უფრო განგადიდებს. შენი სპორტი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, არის მძიმე დღეები, როცა სხეული გტკივა. რას ეუბნები საკუთარ თავს, როცა მარტო ხარ და კიდევ ერთი დღე უნდა გაუძლო? ფიქრობ, ჩემ სპორტშიც და საერთოდაც ცხოვრებაში ყველაზე რთული სულაც არ არის კუნთების ტკივილი ან ფიზიკური დაღლილობა. ყველაზე რთული არის დემოტივაცია, რომელსაც გზად ხვდები. ეს არის გაურკვევლობა, როცა არ იცი სწორ გზაზე დგახარ თუ არა. სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა, იმიტომ რომ უამრავი ხმა გესმის ირგვლივ. შიგნიდან კი ეჭვები გღრნის. ნუ თუ ეს არის ის, რაც უნდა ვაკეთო. აი ამ დროს საკუთარ თავში იმ ნაპერწკლის პოვნა და ბრმას წმენის ქონა, აი ეს არის ნამდვილი სირთულე. ყველაზე მეტად ის ფასობს, რომ მიხვიდე და გამოცხადე, მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობ. როცა დარბაზში ყოველ დღე მიდიხარ, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ წვიმს, შტორმია, დემოტივირებული ხარ თუ რამე გტკივა, მაგრამ შენ მაინც იქ ხარ, აი ეს ქმნის საბოლოოდ განსხვავებას. საქმე ისაა, რომ დამოკიდებულებებისგან თავის დაღწევის პროცესში, რაზეც მე მუშაობ, ყველაფერი თავიდან ქცევითია. ეს არის გადაწყვეტილებების მიღების უნარის გაძლიერება. ქცევა ერთადერთი რამაა, რისი კონტროლით შეგიძლია. ამიტომ ვცდილობ გვერდზე გადადო ემოციები და ფიქრები და მთლიანად ფოკუსირდე ქცევაზე. სწორედ ეს გაძლევს ძალას, როცა ხედავ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიხარ. ზუსტად, ამიტომაც ვამბობ ყოველთვის, რომ უსაქმური გონება მუდამ იზიდავს დამოკიდებულებებს, იზიდავს მავნეჩოებსა და ყველაფერ ცუდს. სწორედ ამიტომ ვცდილობ მუდმივად დაკავებული ვიყო. მნიშვნელობა არ აქვს, რით იქნება ეს. ვარჯიში, კითხვა თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა.
თავადია მუდმივად მოქმედებაში ვიყო და არ მქონდეს ის მომენტი, როცა უბრალოდ ვძივარ და ვფიქრობ, ახლა რა ვაკეთო? სწორედ ასე დროს ჩნდება მოწყენილობა და სევდა, რომლის შევსებასაც ადამიანები რაღაცის ცდილობენ. მათ სჭირდება დოპამინის დარტყმა, რომ იგრძნონ, თითქოს დაფრინავენ. ეს ემართება ადამიანების უმეტესობას, რადგან მათ ცხოვრებაში ემოციები აკლიათ. მაგრამ შეუძლებელია გქონდეს ნამდვილი ემოცია თუ მანამდე ძალისხმევა არ ჩადე. მე ახლა ემოციებით სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ, სადაც საოცარი ამბები წყდება. მაგრამ ამისთვის შრომა დამჭირდა. და დღესაც ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს შრომა მჭირდება. საბოლოო ჯამში, თუ რამე გინდა, ეს რაღაც გიღეს კიდეც. შენ სამაგალითო ხარ ახალგაზრდებისთვის და შენი ყოფნა ამ გადაცემაში უზომოდ ფასეულია, რადგან ისინი გისმენენ. შენ მათთვის ორიენტიერი ხარ. მათთვის ვინც ახლა 15 წლისაა და არ იცის რა უყოს თავის ცხოვრებას. თუ ისინი შენ კვას გაყვებიან, იქნება ეს საბრძოლო ხელოვნება თუ სიმძიმეების აწევა. ეს მათ ცხოვრებას გარკვეულ სტრუქტურას მისცემს თუ არა? იმედი მაქვს რომ ასეა. ეს ყოველთვის იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. არა მხოლოდ მივაღწიო წარმატებას ან რაიმე მწვერვალს, არამედ შევძლო მომავალი და არსებული თაობების მოტივირება და შთაგონება. და როგორც მამა ჩემი ამბობს, ერთადერთი გზა სხვების შთაგონებისთვის არის ის, რომ თავად იყო მაგალითი. შენ მართლა დიდი მაგალითი ხარ. თანაც მამა ხარ, გყავს ბიჭი და გოგო ისევე როგორც მე. ყოველთვის როცა დიდ ძალისხმევას ვდებ და გვიანობამდე მუშაობ, ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში. თაობას, რომელიც ჩვენ შემდეგ მოდის, ბევრი გამოწვევა აქვს. ეკრანების გადაჭარბებული გამოყენება, ნივთიერებების დიდი შეთავაზებები. მათთვის რთულია. ვფიქრობ, შენი აქ ყოფნით, მათ მისაბას მაგალითს აძლევ. გჯერა რომ ყველა ეპოქას თავისი სირთულეები ჰქონდა. ჩვენ დროს შეიძლება ეკრანები არ იყო, მაგრამ სხვა ტიპის ცრუნებები არსებობდა. ვფიქრობ, ცრუნებები ყოველთვის იარსებებს. თავის მართლების მიზეზებიც ადამიანს არასდროს გამოელევა, ისინი მუდამ იქნება. მაგრამ რაც განაცხოებს იმ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად სურს რაღაც განსხვავებულის მიღწევა და საზოგადოებისთვის ღირებულების შექმნა, არის ის, რომ ის იპოვის სიმამაცესა და ვაჟკაცობას თავის თავში. ისეთ სიღრმეებში, რომლის არსებობის შესახებ მანამდე თავადაც არ იცოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ენდო რაღაცას, რაც ჯერ არ მომხდარა. აქ რწმენას დიდი როლი აქვს, არა? რა თქმა უნდა, ამას მუდმივად ვიმეორებ, რადგან ერთხელ მითხრეს და გონებაში ჩამებეჭდა. რწმენას და შიშს ბევრი საერთო აქვთ. შიში გაშორებს იმ რწმენას, რომელიც გჭირდება. მაგრამ თუ რამეს ჩაეჭიდები და ნამდვილად გწამს მისი, ეს შიშს გაგიქრობს. რატომ? იმიტომ რომ როგორც რწმენა, ისე შიში, ორივე მოითხოვს, რომ გჯეროდეს იმის, რაც ჯერ არ გინახავს. შენ გაქვს არჩევანი დაიჯერო ის, რაც შენს პოტენციალს ამცირებს, თუ ის, რაც შენს პოტენციალს ზრდის. მე ჩემი ცხოვრების ყოველი დღე ვირჩევ ისეთ ფიქრებს, რომელიც თავს ბედნიერად და ძლიერად მაგრძნობინებს. ცხოვრობ იმ იმედით, რომ მე ეს შემიძლია და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. თუ რამე არ შემიძლია, ვეძებ საჭირო დახმარებას, რომ ეს საუკეთესო გზით გავაკეთო და რა თქმა უნდა, ჩემს ბედნიერებას ხვის უბედურებაზე არასოდეს ვაშენებ. ეს ის ფორმულა, რომელსაც არავისგან მივიღებ. რა როლი აქვს შენს უფროს ძმას შენს კარიერაში, საერთოდ შენს ცხოვრებაში? მე და ჩემს ძმავს ბავშვობიდან ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი გვქონდა. ის ჩემს ცხოვრებაში უზომოდ მნიშვნელოვანი ადამიანია, ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ყოველთვის როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე გადამწყვეტი ან მნიშვნელოვანი მომენტი დგება, სწორედ მაშინ ვაცნობიერებ ხელახლა თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, ის ჩემთვის ყველაფერია. მისგან უამრავი რამ ვისწავლე, ის ჩემს ცხოვრებაში უდიდესი მამოძრავებელი ძალა და იმპულსია. მეც როცა დამოკიდებულების გამო მკურნალობა დამჭირდა და ვიგრძენი რომ წყალი ყელამდე მქონდა, პირველი ვისაც დაურეკე, ჩემი ძმა იყო. ყოველთვის როცა ცხოვრებაში პრობლემა მქონია, პირველი მას ურეკავ. დიახ, არსებობს ასეთი კავშირი, ჩვენ ერთმანეთის გვესმის. თან ჩემი ძმაც ქერაა, შენი ძმასავით. ხო, ჩემი ძმა ჩემზე ლამაზი გამოვიდა. ანუ ჩვენ უშნოების როლი გვერგო, არა?
არა უშავს, ჩვენი პლუსები და სხვა ძლიერი მხარეები გვაქვს. რას ეტყოდი 14 წლის ილიას? სიმართლე გითხრა, ბევრი არაფერი მაქვს მისთვის საქმელი, რადგან სწორედ იმ 14 წლის ილიამ მომიყვანა აქამდე. ყოველთვის ვამბობ, ის სადაც დღეს ვართ, ჩვენი წარსულის ფიქრებისა და მოქმედებების ანარეკლია. ფიქრობ, ის 14 წლის ბიჭი სწორად ფიქრობდა და სწორ ნაბიჯებს გამდა. თუმცა ალბათ ერთ რამეს მაინც ვეტყოდი. იყო მომენტები, როცა იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე საჭირო იყო. მომენტები, როცა იმაზე მეტად ვიტანჯებოდი, ვიდრე ეს აუცილებელი იყო. ალბათ ვეტყოდი, ნუ ნერვიულობაზე ძალიან. იცი ამ მომენტ თითოეული გამოცდილები და იცოდე, რომ ყველაფერი გაივლის. სწორედ ეს იქნებოდა ჩემი მთავარი გზავნილი. ყველაფერი გაივლის. ამას წინათ პრეს-კონფერენციაზე ბულინგზე საუბრობდი, რომელიც ბავშვობაში გამოიარე. დიახ, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით, იქ ვსწავლობდით. ვინც ჩვენი ქვეყნის კულტურას იცნობს, იცის, რომ იქ გარემო საკმაოდ მკაცრია. სკოლაში ბავშვებს შორის მუდმივი დაპირისპირება იყო და ხშირად გიწევდა საკუთარი თავის დაცვა. როცა პატარა ხარ, არ იცი რა არის სწორი და რა არასწორი, როგორ დაიცვა თავი ან ვის მიმართო. ბავშვობიდანვე არ მიყვარდა ქუჩური გარჩევები. მე სპორტი მიზიდავდა. ბევრს გონია, რომ რადგან შერეულ ორთაბრძოლებში ვარ, აგრესიული უნდა ვიყო. მაგრამ სინამდვილეში არასდროს სიამოვნე და კონფლიქტი სპორტულ გარემოს მიღმა. თუმცა სამწუხაროდ ხანდახან გიწევდა ასეთ სიტუაციებთან გამკლავება. სიმართლე გითხრა, მეშინოდა დასვენებაზე გასვლის, როცა უფროსი ბიჭები ფულს გთხოვდნენ ან დაგცინოდნენ. როცა ვიღაც მოგწონს კლასში და ასე დროს დაგამცირებენ. თავს არასრულფასოვნად გრძნობ. ეს შენს სამყაროში დიდ სევდას ბადებს და საკუთარ თავზე წარმოდგენას გიცვლის. გგონია, რომ სუსტი ხარ და ვაჟკაცობა არ ყოფნის. ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ საუბარი არ დავიწყე. ფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ არასდროს მშინებია საკუთარი სისუსტეების გაზიარება ახლობელ და სანდო ადამიანებისთვის. სწორედ ეს მაძლევდა ბიძს განვითარებისთვის. არის მომენტები, როცა პასუხები თავად არ გავს და უნდა ვილაპარაკოთ, უნდა გავაზიაროთ. ამ გაზიარებაშია გაუმჯობესების სილამაზე. ყველას გჭირდება ვინმე, ვინც გამამხნევებელ სიტყვებს გვეტყვის. დახმარების თხოვნა. რამდენად მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ეს გარკვეულ მომენტებში ეს აუცილებელია. აბსოლუტურად. არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც დღევანდელ, ისე წარსულ საზოგადოებაში დახმარების თხოვნა რატომღაც სისუსტედ ითვლება. თითქოს ეს ვაჟკაცური საქციელი არ არის. მე კი ვამბობ, რომ პირიქით. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის როცა რაღაც მჭირდებოდა, დახმარებას ვითხოვდი. ათასობით მაგალითის მოყვანა შემეძლია. დარწმუნებული ვარ, ჩემი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში დახმარება რომ არ მეთხოვა, დღეს აქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ. და მე ვსაუბრობ ყველანაირ დახმარებაზე. მithოვია ფინანსური მხარდაჭერა, მithოვია რჩევა, ემოციური, სულიერი თუ ფიზიკური გვერდში დგომა. ყველანაირი ფორმით მithოვია დახმარება. ხალხს გონია, რომ დახმარების თხოვნა სისუსტეა, მაგრამ პირიქითაა. ეს ნიშნავს, რომ იცნობ შენს ლიმიტებს და გჭირდება იმ ადამიანის რჩევა, ვისაც ენდობი. ზუსტადაც. ვიტყოდი, რომ პირიქით, დახმარების ათხოვნა სისუსტე. ის რომ რაღაცეებზე ასაუბრობ, სისუსტის ნიშანია. ასევე სისუსტეა იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. როცა გონია, რომ ყველაფერი იცი, ეს შენი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა. არავინ დაბადებულა ყველაფრის მცოდნე. პირიქით, რაც უფრო მეტს ვსწავლობ, მით უფრო მეტად ვხვდები, რომ სინამდვილეში არაფერი ვიცი და კიდევ რამდენი რამ მაქვს აღმოსაჩენი ამ სამყაროში. იმდენი რამ არსებობს, რაც არ ვიცით, რომ ეს უბრალოდ შთამბეჭდავია. ეს შენი ნაადრევი სიმწიფის ნაწილია, დაინახო, რომ სამყარო და ცხოვრება მშვენიერია, რომ დახმარების თხოვნა მოსულა და ეს სწავლის პროცესია. მაგრამ აი წარმოიდგინეთ,
თუ ცუდი გადაწყვეტილებებით იქნებოდა შენი მეტოქე ოქტაგონზე, როგორ იბრძოლებდი მათ წინააღმდეგ, როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც გზას აცდა? პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ არავინ ვარ სრულყოფილები. ყველანი უშვებთ შეცდომებს. უნდა იცოდე, რომ დაკარგული არ ხარ, სანამ ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ, ყოველთვის გაქვს შანსი უკან გამოცურო. შეცდომებზე ისწავლო და ეს შენი გადაწყვეტილებაა. თუ გრძნობ, რომ ორმოში ან მსკლოში ხარ, მე მჯერა, რომ მეორე შანსი ყოველთვის არსებობს. მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმეს მართლა სურს შეცვლა და ცხოვრებისთვის სხვა გეზის მიცემა, მან გადაწყვეტილება მომენტალურად უნდა მიიღოს და არ დაელოდოს საოცარ ორშაბათს. თუ რაიმე მართლა გინდა, ორშაბათი არის ახლა. არა ისე, დღეს დავლევ, დღეს მოვწევ, დღეს ასე შევჭამ და ხვალიდან დავიწყებ. არა, თუ ეს მესიჯი მიიღე, მუშაობა იმ წამსვე იწყება. ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრების ყველა სიამოვნებაზე უარი უნდა თქვა. უნდა ისიამოვნო ცხოვრებით, მაგრამ შენ უნდა იყო შენი გადაწყვეტილებების ბატონ პატრონი. არ მისეუფლება ემოციებსა და ფიქრებს შენაცვლად მიიღონ არასწორი გადაწყვეტილებები. მეც გავსულად მეგობრებთან ერთად დამილევია ჩემი ორი ჭიქაღვინო. მაგრამ ეს ყოველთვის ჩემი გააზრდებული არჩევანი იყო და არა იმ შინაგანი ცდუნების ბრალი, რომელიც არასწორ გზაზე მიბიძგებს. მე რომ ცდუნებას დავნებებოდი, იმით ვერ ვისიამოვნებდი. პირიქით, მეორე დღეს სინდისე შემაწუხებდა. ვიგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ჩემს ფასეულებებს ვუღალატე. ყველაზე მეტ დროს საკუთარ თავთან ვატარებ. ამიტომ მჭირდება, რომ საკუთარ თავზე საუკეთესო აზრი მქონდეს. ამისთვის კი აუცილებელია პატივი ვცე საკუთარ სიტყვას. ჩემს სიტყვას ჩემსავე წინაშე ფასი უნდა ჰქონდეს. ადამიანები ჩემს სახეს ხედავენ, მაგრამ ღმერთი ჩემს გულს ხედავს. მე უნდა ვიცოდე, რომ ჩემს გულში ყველა სიკეთეს, რაც მხვდება, ნამდვილად ვიმსახურებ. მე უნდა მქონდეს პატივისცემა საკუთარ სიტყვასთან, საკუთარ არსებასთან და ჩემს საყვარელ ადამიანებთან. საკუთარი თავის პატივისცემა იმისა, ვინც ხარ, ეს ყოველთვის მთავარი გასაღებია. დიახ, ყველაფერი შენგან იწყება, ყველაფერი. საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენგანი საკუთარ რეალობას სხვებში ასახავს. ის, რასაც ფიქრობს საკუთარ თავზე და რისი გაკეთების უნარიზე გონია, რომ გავს, სწორედ ასე აღიქვამს სხვების შესაძლებლობებსაც. ამიტომ აუცილებელია, რომ საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა გქონდეს. რა თქმა უნდა, სულელი არ უნდა იყო. სამყაროში არსებობს ბოროტება, არსებობენ ცუდი ადამიანები და ეს კარგად უნდა გააცნობიერო, მაგრამ შენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნო. თუ ვინმე ყოყმანობს, გადადგას თუ არა ნაბიჯი, დაიწყოს ვარჯიში, სპორტი, ისწავლოს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ან და კითხვა. ეს ყველაფერი მიზანდასახულობაა. თუ რამე არ გამოგდის, გჯეროდეს, რომ გამოგივა, გაიმეორე და კიდევ გაიმეორე, სანამ ხელებზე მაძოლები არ გაგიჩნდება. და ნახავ, რომ საბოლოოდ დაუკრავი მელოდიას, რომელიც ბევრს გააკვირვეს. ეს უბრალოდ ამ მიზანდასახულობის არ დაკარგვაა და საბოლოოდ ვინ არის გამარჯვებული? გამარჯვებული არის ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ წააგო, მაგრამ არასდროს დანებებულა. შენ ხომ არასდროს წაგიგია, იმედია ასეც გაგრძელდება. მინდოდა მეკითხე იმ თემაზე, რომელშიც მეგონა, რომ ექსპერტი არიყავი. რა ხდება, როცა მარცხდები? როცა გრძნობ, რომ დაეცი?
ბევრჯერ წამიგია. სანამ აქამდე მოვიდოდი, ბევრი მასხის გამოულა მომიწია. კარიერის დასაწყისში სამოყვარულო დონეზე გამოცადე დამარცხება. მადლობა ღმერთს, პროფესიონალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე გაგრძელდეს. ყოფილა მომენტები, როცა მასხის შემდეგ მიგრძნია, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. სწორედ მაშინ ვიტანჯებოდი ყველაზე მეტად, როცა ხვდებოდი, რომ შემეძლო მეტად მეშრომა, მეტი ფოკუსი მქონოდა და ის მასხი იყო ჩემივე დაუდევრობის ნაყოფი. მაგრამ ისეც ყოფილა, რომ მაქსიმუმი გავაკეთე და მაინც არ გამომივიდა. მაგრამ შემდეგ ცხოვრებას ყოველთვის ისეთ გზაზე გავუყვანივარ, რომ როცა უკან მომიხედავს, მithქვამს მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა, რადგან იმ მარცხის გარეშე ვერ მივიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებაც აქამდე მომიყვანა. ამიტომ მე ყოველთვის ვენდობი ღვთის გეგმებს, ყოველთვის. ერთადერთი რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ როცა შანსი მეძლება, ჩემს გულში ვიცოდე, ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემს ხელთ იყო. თუ ამას გავაკეთებ, დამარცხებულად თავს ვერასოდეს ვიგრძნობ. პირიქით, მეცოდინება, რომ ამის მიღმა რაღაც იმალება, რაც მომავალში მათ მევინებს. კარგია, რომ ეს გადამხდა. Algo se esconde detrás de esto que me hará mirar hacia atrás y decir de menos mal que me ha pasado. კეთილი ილია, ჩემთვის დიდი პატივია შენი აკოფნა. გილოცავ ყველა შენ წარმატებას, დიდი სიამოვნება იყო შენთან საუბარი, საუკეთესოს გისურვებ ყველაფერში, როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. დიდი მადლობა, ჩემთვისაც სასიამოვნო იყო.